რა საშვებით გავახალ ყავახat. დღეს ვაგებობთ ეს საბორის ჩიპსებს და ასევე მათ соусებს, რომელიც სამწალი ესე გამომოყვა. გიორგი соусებს ვარ ჭამს და ამებს შევჭამე მე. გავტესტავებ at least. გვაქვს ყველის соуსი, რომელზეც გამაფრთხილეს რომ გააცხილე და ისე შეჭამეო. ეს არის guacamole არის ავოკადოს და რაღაცების соуსი. და salsa არის ხახვი, პომიდორი და ცხარე სუნელები. ჩიპსები გვაქვს ყველის chili მარილიანი, ტეხას ბარბეკიუ. და ეს არის ნატურალური გემოთი, რომელიც არის gluten free. ანუ ყველა gluten free არის. ყველა არის. ყველა gluten free. ესენი არის თავისი соуსი მოყვება და ჩიპსები ყრია. nachos chipsi არის და ყველის соуსი და ეს არის salsa sauce. salsa соуსი და რისი chipsi. chili nacho. ყველაფერი მაგარი არის ის რომ მე კარტოფილის chipsi დიდად არ მიყვარს, ან უყვარს semindes chipsები და ეს ნაჩოები ძალიან მიხარია რა. არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ, კომენტარებში დაწერეთ, შემდეგ ირა დავაგემოვნოთ. გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ 50000 გამომწერზე როცა ავალთ, გავათამაშებთ 50005 თეთრიანს. როცა 100000-ზე ავალთ, გავათამაშებთ 100005 თეთრიანს. პირველ შემთხვევაში გათამაშდება 5 კაცზე, ყველა ვიდეოს კომენტარებიდან, ამ ვიდეოდან დაწყებული, კომენტარებში რამეს რასაც დაწერთ, იქიდან ამოვარჩევ ყველა ვიდეოს კომენტარის ავტორს, თითო დარენდომდება, ამოირჩევა თითო, მე ჩავყრი spin wheel-ზე და იქიდან ამოვარჩევ პირველ 5 ცალს, ვინც მიიღებს 10005 თეთრიანს. ბიჭო, 5 თეთრიანები შეკრა არა, 50005 თეთრიანი არა. ხო, მაგრამ თვითონ მიიღებს 10005 თეთრიანს. 10005 თეთრიანი. ანუ 10005 თეთრიანი კი არა, 10005 თეთრიანი ბიჭო. შევაგადოთ ჩემს. ესე ახილოს? რა. ბატონო. აბსოლუტურად არაფერს გემოვარავს. ჩიპსი არა, ვიდა. რა ზია. ვიცი გემო. გამხმარი ღომის. გემო ჩიპსების თვის არის შექმნილი ძირითადად соуსები რა. და ეხლა соуსის უნდა იყოს გემრიელი. აბა, ძალიან პომიდორი გემო. ძალიან კაია. მე არ მიყვარს პომიდორი რა. აჰა. salsa ძალიან კაია, ძალიან მიყვარს. guacamole და ჩიპსი ერთად არ მიჭამია. salsa-ი უფრო გემრიელია. ამაზე კი გამაფრთხილეს გააცხელე, როგორ თამთალებს, მგონი მართლა უნდა გავაცხელო. ჯერჯერობით ფავორიტი соуსი არის salsa და არ ამგონია რომ თუნდაც გაცხელებულმა ყველის соуსმა აჯობოს. არ ყველის? არ დაიწყო. არა, ხო. აჰა. გაცხელებულზე salsa-ი ჯობია. შენ აქედან რა ვიყო არა? соуსის garaში არ მომწონს, მაგრამ соуსით 10-დან 10-ია. შენ salsa-ი მოვიწონ. guacamole ამ соуსებში რომელი დაგევას? guacamole დაგევასა ყველაზე. ანუ salsa-ს garaში? თუ salsa-ი. ხო და salsa. ანუ ეს რიგითობით დაალაგე? კი, რიგითობით არის. salsa, guacamole, ყველა. აი, მოიწახეს. მე საინტერესო, იმიტომ რომ ბარბეკიუებს კაი გემოები აქვს. ეხლა ბარბეკიუ რა არის? dobra. Bacon და ქართული გემო აქვს ერთდროულად. და ოდნავ ყველია. ეხლა ბარბეკიუ აქიანამდე. აკია თქო. ამ გემოებში მე მაგარია. აქედან რა არის ესეც ჩემთვის. ეს მაგალ შეფასებას ვაკეთებ. მე მარილიანი მაინტერესებს ყველაზე. და მე ეს არ მომეწონა. ჩავარ კაი მარილიანი. მე ტექსტურა მომწონს ძალიან. ხო, ეგრეთო. ამ ჩიპსებში ტექსტურას უფრო მაღალი ქულობს, ვიდრე გემოს რა. ეს რაღაცა რო ვეჭავ, მაგრამ ეს. აი, აქედან ერვა. მე 7-ზე ჩამოვედი. მარილიანი ცოტა ისეა რა. კლასიკური უფრო მომწონს, ვიდრე მარილიანი. მარილაკდა. ხო, საკმაოდ მარილი არ ქონა. ცოტა ხარია? არა. აი ყოლის გემოს. მაგრამ salsa კარგი, ყველი კაია. ყველაფერთან შედარებით იმენა ჭო. იმენა 10 ყველი არ მოვასწავე. ეგრეთ მზაფხულ ყოლის გემო არა. მაგრამ გუდის ყველის გემო უნდა კონდეს. ყველებში 10-დან-10-ია. ჩემთვის. ჩემსებში? ჩემსებში 10-7. ეს კაია. ჩილი. ყველა ფიტაკის. ამას მართლა წიზაკი სული აქვს. იმათ არ ქონათ. იტყვება.
ეს ყველას გაია. იმენ ტოპატიეთ. აკეთებს რა. რაღაც მაკლე, აი. კაფე, ამე დეკროსისიაჩუ. ამის გასახსნელი მევასება. ეს რო გახსნი? მე რატო არ ხსნი არაფერს? აღარ მინდა. აქტებს ეს salsa sauce on mini version. და აი ესე ლამაზად არის შეფიქული ჩიპსები. მე ხამას არ გავხსნი, იმიტომ რომ ეს უკვე არის, მაგრამ ეს ძალიან კომფორტულია. ფეხბურთის ყურების დროს. კარგი, მე გამესწორდა პირველ ფეხბურთის ყურების დროს. ამას რო სვანაიგემო. ხო, იმიტომ რომ ეს აქთან ათია. აქთან რა, ის აქთან ათია. კომფორტული საკვები არის, მაგრამ კი, იგივე ჩუსია. ამ პოლისო. რახნა ხმაი? გამიგო ხო, კარგი. ამ კუთებში ჩიფსი აი არის 200 მილიონი ალიგარხავი რა. იმენა ყველა ისეთი არის. იგივე ჩუსია აშკარად. ეს არის. ეს ორი ეგრეა. და ძალიან შენ საყვარელი. ეს არის აქთან ათები ორივე. მე თვითონ თან ისინი შედარებით დიდები არის თომში რა. მაგიტო ეს გლუტენფრი არ არის თან. ეს არის ხო კარგი საშუალო და ნაკლებად კარგი. იგივე ვქენი, პროსტა აქედან. აი ხა ჩიფსები პირველი ეს ტოპ ორივე. შემდეგ ნაჩო? ნაჩო კი არა. ყველა ნაჩოა გოგო. ისა. აბა დაჟმულია. შემდეგ აი როგორ ფიქრობ? სწორად არის დაბალი. რა ეს არის ჩემი ვერსია და ეს არის ლენკას. ეს იყო პირველი ვიდეო, სადაც მე და ელოშამ არ ვიჩხუბეთ ჩიფსებს. ხო, ბოლოზე გავიყვანეთ, ტოპზე ტოპი გავიყვანეთ. და ერთ აზრზე ვიყავით, ესე იგი რაღაცა კარგი ხდება ამ ჩიფსებში. და ეს კარგი არის ის, რომ თამაშდება 50000 ცალი 5 თეთრიანი. ამ ჩიფსების ყილა შეგიძლიათ ნიკორაში და ლიბრეში. მოკლედ, რადგან მე და ელოშამ თანხმდებით, რომ აი ეს არის სწორი დაალაგება, ისე რომ არ ვჩხუბობთ. თუნდაც აი ესე რო იყოს, პრობლემა არ მაქვს. იმას ნიშნავს, რომ ჩიფსები მართლა კარგი არა, იმიტომ რომ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გემოვნების ადამიანი თანხმდებით რაღაც სწორობას. ბალანს. კარგი, ლენკას დღეზე მეტად უყურებარ რაღაც ლაგია ცხოვრებაში, რაღაც გლიჩ გაიჩიტა და დღეს არც. მოდი მე ამ ყველაფერს შევირგებ და დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. არ ამ ვიდეოში. დაწერეთ კომენტარები, როგორც გითხარ მინდა, როგორც გითხარ. აბა არ იქნება ნახე. დაწერეთ კომენტარები. რატო ვინ აფიქრებინა ნახებს ეს წერს? თუ აქამდე უყურეთ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ რომ დიახ ნახებს სწორად ის წერს რომ ლენკა არის ბულერი. არა, ლენკა ბულერი. ძალიან დიდი მადლობა, არ დაივიწყოთ ის ყველაფერი რაც გითხარით და ამ ყველაფერში რა ვიგულისხმე, ახლა თქვენ მიგდით. კომენტარებში დაწერეთ ყველაზე გეი ადამიანი დედამიწაზე ვინ გონიათ. პას. კომენტარებში მასწავლენ. კატიშე. კომენტარებში მასწავლენ. გურამ. კატიშე. კომენტარებში მასწავლენ. პასუხი და დასწურო რომ ვიდეოებს ნახვები იმიტომ აქვს რომ მე შენ გაბულინგებ. ხო, მაგრამ გეი ადამიანები არ მოიძიოთ. აუცილებლად. თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე გეი დაწერეთ.